4 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ამავე საკითხში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ანგარიშს წარადგენს. ცნობილია, რომ ნოემბერში ევროკავშირი დაამტკიცებს საბიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ წესებს ქვეყნებისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ, მათ შორისაა საქართველო. მეტიც, ეს საკითხი ევროსტრუქტურებმა საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დააყენეს დღის წესრიგში და ამაზე არაერთხელ წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე იმსჯელეს. რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ანგარიშიდან? ამაზე პოლიტიკური შეფასებები თბილისში გააქტიურდა. უვიზოდ მიმოსვლის თემას ქართული ოცნება ხალხის წინააღმდეგ შანტაჟად განიხილავს. ახალი ზომები კი დიდი ალბათობით ჯერ მაღალჩინოსნებს შეეხება და არა ხალხს. ამაზე კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს უფრო უარესი ნაბიჯი იქნება და ამას სეგრეგაციას უწოდებს. ეს კიდევ უფრო უარესი იქნება. აი რაზეც არის საუბარი, შეიძლება რაღაცა ჯგუფი გამოყონ და უვიზო იყოს თვალსაჩინო. ეს არის სეგრეგაცია ქვია ამას. უფრო უარესი კიდე თუ კი ბრიუსელი აპირებს რომ სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად. ევროკომისიისგან იმ მტრული რიტორიკისგან, რომელიც ზოგიერთს აქვს ბრიუსელში, იმ მხარდაჭერისა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის პრესპიკერის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეკრებასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერთან, რომელზეც დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ ამისთვის და იმ დუმილისა, რომელიც ამ საკითხს აქვს ევროკომისიას, ასე რომ ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია იფიქრო, რომ ქართველი ხალხის მიმართ რაიმე დადებითი გადაწყვეტილებები ან მოსაზრებები იქნება ბრიუსელში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოს ოფიციალური პირებისა და ქართული ოცნების ლიდერების მიმართ ევროკავშირმა საბიზო სანქციები უნდა დააწესოს იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მათი ვეთქმით საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირმა არა ქართველი ხალხი, არამედ ხელისუფლებაში დროებით მყოფი პირები უნდა დასაჯოს. რა თქმა უნდა, ძალიან მწვავეა ის მოწოდებები, რომელიც მომდინარეობს საერთაშორისო მიმართულებით და სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, ამ მონაპოვარს არაფერი შეეხოს, იმიტომ რომ ამით დაზიანდება ჩვენი ხალხი. ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიულად ყველაზე უარესი მაჩვენებელი ევროპული ინტეგრაციის კუთხით ზოგადად ეს პროცესი არის შეჩერებული და ქვეყანა რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში იყო ლიდერი, ქცეული არის აბსოლუტურ მაჩანჩალა ქვეყანად, რომელსაც არც ერთ ფორმატში, აღარც ერთ პლატფორმაზე აღარ მოიაზრებენ ხოლმე ევროპის გაფართოების საკითხებში, ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ არსებობს ყოველდღიურ პესიმისტური მოვლენა. აუცილებელია სანქციები იმ კრიმინალური სინდიკატის და ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების წევრებისთვის, რომელიც აი ჩვენს თვალსა და ხელშუა ყოველდღიურად და ყოველწამიერად სპობენ ჩვენი შვილების მომავალს, ანუ ერთადერთ სწორ გზას, რომელთაც ეს ქვეყანა უნდა წავიდეს, ეს არის ევროპის კავშირისაკენ და ნატოსკენ ინტეგრაცია. ქართული ოცნების უგუნური და უბოროტესი პოლიტიკის გამო არ დაისაჯოს ქართული საზოგადოება, მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის ტოტალური შეჩერებით, იმიტომ რომ ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის ჯამში ძალიან მძიმედ უკან გადადგმული ნაბიჯი. დეკემბრიდან უვიზოდ მიმოსვლის შეზღუდვის ახალი საფუძვლები, ვადები და წესები ამ სიკეთით მოსარგებლე 61 ქვეყნისთვის ამოქმედდება. მესამე ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებსაც ყოველი 180 დღის განმავლობაში ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე 90 დღით დარჩენა შეუძლიათ. თუ სანქციები ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის სიკეთით, გარდამავალ ეტაპებზე ვეღარ ისარგებლებენ ქართული ოცნების ის თანამდებობის პირები, რომლებმაც ევროპელების შეფასებით ქვეყნის განვითარების დემოკრატიის გზიდან გადახვევასა და მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებაში შეიტანეს წვლილი. უვიზოდ მიმოსვლის გარდამავალი ეტაპები 3 წლამდე გახანგრძლივდება და თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა, ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ გაუქმდება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. საქართველოს ამ სიკეთით 2017 წლიდან სარგებლობს. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.